დღეს ევროპელი ლიდერები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მათ შორის საქართველოს მაგალითზე აქცენტითაც 2008 წლის აგვისტოში, რომ სერიოზული გარანტიების გარეშე არ შეიძლება რომ ენდონ რუსეთს, ხომ? რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ახლა უკრაინისთვის ეს გარანტიები, რამდენად შეთანხმებული ყველა დონეზე, მაღალ დონეზე უნდა იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყონ, რომ რუსეთი არ დაარღვევს შეთანხმებას, სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მიიღწეს. გამარჯობა, როგორც თქვენ უმნიშვნელოვანესია ამ შემთხვევაში ერთი რამ, რომ ყველამ ევროპაში ისწავლა ჭკუა და როგორღაც ჩვენ დე-ფაქტო ხელისუფლების გარდა ყველამ გამოიტანა დასკვნა ისტორიიდან. ეს ჩვენ ნახეთ მაკრონის ინტერვიუშიც, როგორც კი შეხვედრა მორჩა, ეს ჩვენ ნახეთ სტუბის ინტერვიუშიც, როგორც კი შეხვედრა მორჩა, ორივემ ახსენა საქართველოს მაგალითი. და ეს მაგალითი არის იმისა, თუ როგორ არ შეიძლება ვანდოთ რუსეთს რომელიმე სამშვიდობო შეთანხმების დაცვა ან რომელიმე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა, ხო? რომ კავკასიაში მაგალითად სანამ რუსეთი იყო დომინანტური ძალა, მშვიდობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. საქართველოში იყო ორი დიდი კერა, სამაჩაბლო და აფხაზეთი და სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის იყო ძალიან გრძელი და დიდი კონფლიქტი, ხო? რომელიც ფაქტობრივად 36 წელიწადს გაგრძელდა, ხო? სანამ რუსეთი იყო დომინანტი ძალა კავკასიაში. ყველამ გამოიტანა აქედან დასკვნა, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს მარტო დატოვებული რომელიმე რეგიონში, როგორც უსაფრთხოების განდევნა. იმ რეგიონში უსაფრთხოება ირღვევა და ეს დესტაბილიზაცია გადადის შემდეგ იმ ქვეყნებში, რომელიც არის მახლობლად, ხო? და თუ ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, ეს რა თქმა უნდა გადავა შემდეგ დასავლეთ ევროპაში. ხო, აქედან გამომდინარე, სწორედ ამის ნიშანია ის, რომ ყველა როგორც ერთი ევროპელი ლიდერი დღეს ზელენსკისთან ერთად არის, იქ არის სადაც წდება სოფლიოს ახალი უსაფრთხოების რუკის ბედი და რაც თავარია, როგორც მაკრონმა ისე სტუბანეს სხვა აღნიშნეს, რომ ეს მშვიდობა არ შეიძლება იყოს ნაძალადები და ის უნდა იყოს უკრაინის პირობებით და არა რუსეთის პირობებით. შეხვედრაზე საკუთარი ქვეყნის მაგალითი ახსენა, ხო, რომ შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რატომ არა შეხვედრაზე, მაგრამ რუსეთის მეზობელი ვართო და იქ ტერიტორიების პრობლემა ამ ახსენა. ფინეთს ყველაზე ძელი საზღვარი რუსეთთან ნატოს ქვეყნებთან 800-ზე მეტი კილომეტრია. თვითონ ამ ადამიანის წინაპრები იმ ფინური პროვინციიდან არის, რომელიც დღეს რუსეთის შემადგენლობაშია, რომელიც დაიპყრო ზამთრის ომის დროს მე-20 საუკუნის შუაში, ჯერ დაიპყრო მე მსოფლიო ომის შედეგებით ის დარჩა რუსეთს და აქედან გამომდინარე, ვინ თუ არა მან კარგად იცის, რომ რუსეთის დობა სამშვიდობო ამბებში არ შეიძლება. მაგრამ მსგავს სიტუაციაში ვართ ჩვენც ხომ რუსეთის მეზობლები, რომ და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს და თქვენ ახსენეთ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ შეხვედრის გამართვამდე ძალიან შეიძლება ითქვას დამცინავი კომენტარები ვნახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ იქ თითქოს ყველა რო წავიდა მასთან ერთად ზელენსკისთან ერთად, რომ თითქოს ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა და საკმაოდ ისეთი უხეში გამონათქვამები იყო ამასთან დაკავშირებით. მაინც რატომ არ არის ეს სურათი, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებდა გუშინ თვალყურს დამაჯერებელი ქართული ოცნების ხელისუფლების საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლებაა და არ აღიარებული არც ერთი დემოკრატიული ძალის მიერ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ეს პრობლემები უმრავლდება და პირველ რიგში ეს პრობლემები გამოიხატება იმაში, რომ მისი პარტნიორები, მისი დასაყრდენი ძალები უბრალოდ ნადგურდებიან ან ძალიან სუსტდებიან. ეს ნახეთ ჩვენ ირანის მაგალითზე. და ამას ხედავთ დღეს რუსეთის მაგალითზე, რომელიც ფაქტობრივად იძულებით ტოვებს ამიერკავკასიას პირველად 1804 წლის მერე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენ შეგვიძლია უკვე თვალხილულად დავინახოთ, როცა ჩვენ დავინახეთ სომხეთსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონში და ნახეთ როგორ მოაწერეს მათ ხელი 100 წლიან მშვიდობის შეთანხმებას და როგორ შემოიყვანეს რეგიონში ამერიკული ინტერესები, ხო? ეს ნიშნავს, რომ როგორ შემოვიდა რეგიონში დემოკრატიული ძალა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობა მოიტანოს და არა ის ეგრეთ წოდებული მშვიდობა, რომელსაც რუსეთი ყოველთვის გვთავაზობს და რომელიც ყოველთვის რუსულ წესრიგში გადაიზრდება ხოლმე, ხო? ასეთ ტერმინიც არსებობს, ხო? პაქს რუსიკა, რომელიც გულისხმობს რუსულ მშვიდობას, ან რუსულ წესრიგს. რუსულ წესრიგი ისეთია, როგორც არის დღევანდელი საქართველო, ხო? ერთი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, ეს არის მონღოლური რაღაც ტრადიცია მათი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახლი, სადაც ყველაფერი წყდება. არის ხალხი, რომელიც მის გარშემოა და რომელიც ძარცვავს მთელ საქართველოს და ყველა მის მოსახლეს და მე ამ ნაძარცფულს რაღაცნაირი სისხლიანის გარჩევით იყოფს ერთმანეთს, ხო, რასაც უყურებთ ლიჟვაძის მაგალითზე და ბევრი სხვა მაგალითი ვნახეთ, ხო, ბოლო თვეებში იგივე თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ნამდვილი რუსული წესრიგი, ნამდვილი რუსული ეგრეთ წოდებული მშვიდობა. ხოლო აი ზუსტად ასეთი მშვიდობის დამყარების გამო
რუსეთს დღეს აგდებენ ამიერკავკასიიდან, რუსეთს დღეს აგდებენ აღმოსავლეთ ევროპიდან და რაც თავარია, ყველა მიცის, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს უკრაინის წესებით და დღეს უკვე ვნახეთ, აი 5 წუთის წინ წავიკითხე, რომ ლავროვს უთქვამს, რომ არ შეიძლება რუსული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე უკრაინაში რაღაცა ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ისინი ემზადებიან უკვე ამ შეთანხმების ჩაშაშლად, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს ის პირობები, ეს შეხვედრა არ შედგება თქვენი აზრით. ჩემი აზრით, შეხვედრა თუ შედგა, მაინც ეს შედეგები არ იქნება ესეთი სწრაფი, ვინაიდან ფაქტია რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სანამ პუტინი ამის ხელისუფლებაში, რომ მშვიდობა არ დამყარდეს, ვინაიდან პუტინს დარწმუნებული ვარ სწამს, რომ ის უბრალოდ ვერ გადაიტანს ამ მშვიდობას ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველა ესეთი რუსეთის ლიდერი, რომელმაც წამოიწყო ეს მოკლევით უნდა გამარჯვების მომტანი ომი ხო, რომელსაც უნდა ეხსნა მისი რეპუტაცია და დამარცხდა, ყველამ დაკარგა არა მხოლოდ სკამი, არამედ სიცოცხლეც და ის დარწმუნებულია, რომ ალბათ ასე იქნება და სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ეს ომი გაგრძელდეს მანამ, სანამ მისი სიცოცხლე გაგრძელდება, რომ მან თავი იგზნოს უსაფრთხოდ. ეს ფაქტი არის ყველა მისი გადაწყვეტილებიდან და იმედია, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ მე მაქსო რას თავარია ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები შეჯერდა პოზიციაზე, რომელიც უკრაინისთვის არის ხელსაყრელი, რომელიც უკრაინის პირობაა და რუსეთის პირობაა, სწორედ ამიტომ უკვე რუსეთი ცდილობს აშკარად ამ შეთანხმების ჩაშლას და ეს არ შეიძლება იყოს რუსეთისთვის კარგი, იმიტომ რომ რუსეთი სულს ღაფავს, მისი ეკონომიკა სულს ღაფავს, ამაზე შეგვიძლია არა ჩვენი ჭორების ან რაღაც დაკვირვებების მიხედვით ვიმსჯელოთ, ამაზე ჩვენ შეგვიძლია უყუროთ უბრალოდ პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაიმართა ცოტა ხნის წინ და იქ თვითონ ოფიციალურ პირი რუსეთის ამბობდნენ, რომ ჩვენ ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებთ. ეს რამდენად დიდი პრობლემა შეიძლება იყოს დასავლეთისთვის რუსეთის ეკონომიკური ჩამოშლა? ეს ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ რუსეთის დასუსტება ავტომატურად ნიშნავს მათი ხელისუფლების ბოლო საყრდენის მორღვევას, იმიტომ რომ რუსეთის ფაქტობრივად მხარდაჭერა არის მათი ბოლო საყრდენი, რაც რაღაცნაირად უმაგრებს ზურგს ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველოში და ჩვენ ვხედავთ აი ამ ტენდენციას, რომ რუსეთი დატოვა ახლო აღმოსავლეთი, რუსეთს ჩამოეშალა სირია, ხო? ჩამოეშალა ირანში გავლენა, იმიტომ რომ ირანს ვერაფრით დაეხმარა. ჩამოშალა ამან ის, ასე ვთქვათ, არაფორმალური ძალები, რომელსაც რუსეთიც და განსაკუთრებით ირანი ძალიან ეხმარებოდა, ეს ჰეზბოლა, ჰამასი და ასე შემდეგ, ხო? და ფაქტობრივად დატოვა მან ახლო აღმოსავლეთი. ეხლა ჯერ იმოდგა კავკასიაზე, ხო? ახლა 1 წელიც არ არის გასული ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან წასვლა და უკვე რუსეთი ტოვებს აზერბაიჯანსა და სომხეთს. ისტორიულ მინიმუმზეა კავკასიაში რუსეთის გავლენა. ერთადერთი ესეთი ბლოკპოსტი, რომელიც რჩება ჯერ კიდევ რუსეთის გავლენის ქვეშ, ეს არის საქართველო. მხოლოდ და მხოლოდ არაღიარებული დე-ფაქტო ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლების გამო, რომელსაც ბოლო დღეები უდგას და რომელიც ამიტომ ეს პანიკურად რეაგირებს ყველა ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მათ ეხლა არა მხოლოდ ნამდვილი ძალაუფლება ეცლებათ და ნამდვილი ეკონომიკური ბერკეტები, რომელსაც რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ აი ამ მათი მიზანი იყო, რომ აი რაღაცა ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის ეთამაშათ მათი ბანკირის და მათი ოფშორის როლი და განამისა ექციათ საქართველოს ქვეყანასაც ეს ხალხი ჩამოდის და ერთობა, იმიტომ რომ არ შეიძლება ხო სხვაგან კადიროვის ოჯახი ჩავიდეს და გაერთოს. საქართველოს თურმე შეიძლება ამას გვიხსნიან ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეს გეგმა ხო უკვე ჩაიშალა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს რეჟიმები მოირღვა საქართველოს გარშემო. და ეხლა იშლება პროპაგანდას. იმიტომ რომ პროპაგანდა გვეუბნებოდა, რომ ევროპას, ამერიკას შემოაქვს დესტაბილიზაცია და შემოაქვს შიში ომისა, ხო? სინამდვილეში რა შემოიტანა აზერბაიჯანსა და სომხეთში ამერიკის შეერთებულ შტატებში? მშვიდობა. ეს პოლიტიკური განწყობები. რა შემოაქვს უკრაინაში დღეს ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში? უკრაინის პირობებით მშვიდობა. აი ეს პოლიტიკური განწყობები მიბმა რუსეთზე, ის რომ ინვესტიციები, დასავლური ინვესტიციები მცირდება საქართველოსთან მიმართებით, ალბათ გამოიწვევს ეკონომიკურ სერიოზულ კრიზისსაც, ხო? მით უმეტეს რომ ნახეთ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე მისი ხელისუფლების შედეგები დაიწყებს რეალური გავლენის მოხდენას საქართველოს ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საქართველოში არის სერიოზული ინფლაცია, ხო? ფასები ყოველდღე ფაქტობრივად იზრდება ელემენტარულ ნახეთ ისიც რომ მნიშვნელოვანმა პროექტებმა გადაინაცვლა მაგალითად სომხეთში რაღაც ტექნოლოგიურ ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების შესაძლებლობა, აგერ ზანგეზურის დერეფანი კეთდება. საქართველოს დღემდე არის რეგიონში ერთ-ერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია სწორი ხელისუფლების პირობებში 5-დან 7 წლამდე მოახდინოს ევროკავშირში გაწევრიანება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ახალი ეკონომიკური
ისეთი შესაძლებლობები, რომელიც არავის დაესიზრება და ჩვენ არ უნდა ვიგზნოთ თავი ცუდად, იმიტომ რომ თქვა სადღაც ფორმდება რაღაც ახლო-მახლო, იმიტომ რომ ეს ინდოეთის ჩვენი მშვიდობისთვისაც გარანტია იქნება შემდეგ, ხო? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რომ დემოკრატიულ სამყაროს აქ ექნება არა მხოლოდ ფუნდამენტური ღირებულებითი, არამედ ასევე მატერიალური ინტერესი და ეს არის სწორედ ეს ანგეზურის ამ შემთხვევაში კორიდორის შეთანხმება, ხო? სინამდვილეში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან, იმიტომ რომ რეგიონი იცლება რუსული გავლენიდან. და ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ბიზნეს ივანიშვილს ყავდა, სწორედ რუსეთი დარჩა. იმიტომ რომ აგერ ირანის რეჟიმმა საერთოდ დეზინტეგრაცია განიცადა და ფაქტობრივად ყველა ვისთან ერთად ის იყო იმ ოთახში, ან განადგურებული, ან დასუსტებული. განწყობები მაინც ქართულოსნების მხრიდან აი ესე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გავტყდეთ. ვინაიდან ბიზნეს ივანიშვილმა შვენივრად იცის, რომ ვერც დონალდ ტრამპს, აი მას ზაზაშატირიშვილის წერილიც ამაზე მოტყველებს, ხო, ის უკვე ლანძავს მას წინასწარ, რომ ზუსტად ის რომ მისგან სიკეთე ბიზნეს ივანიშვილისთვის არ იქნება, ხო? აქედან არ და როგორ გვიმტკიცებდნენ, რომ ტრამპის მოსვლამდე 20 იანვრამდე უნდა გაეძლო ქართულ ოცნებას და მერე ტრამპი რაღაცნაირად გადაარჩენა, ხო? და ეს ასე არ მოხდა, ხო? სინამდვილეში ჩვენ გვესმის, რომ ბიზნეს ივანიშვილს აქვს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება მიღებული. მან იცის, რომ ვერ გატეხავს ტრამპს, ვერ გატეხავს ევროპელებს და ვერ შეაცვლებინებს მათ პოზიციას. ერთადერთი ამიტომ იმედი აქვს იმისა, რომ გავტყდებით ჩვენ. და აი ამ იმედს აძლევს ის ორი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გადაწყვეტა ამ ფარში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები ჰქვია და რომელიც არის სრულიად ამ ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად გითხავთ, უბრალოდ მაინტერესებს მანამდე 31 აგვისტო ახლოვდება, როდესაც არის მიცემული ბოლოვა და ქართული ოცნებისთვის უნდა დაიწყოს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე. თუმცა პირობები შესრულებული პირობები შესრულებული არ იქნება. ქართულ ოცნებამ პირველივე დღეს, როდესაც ეს ნიუსი გავრცელდა, რომ ევროკავშირი ამაზე იმსჯელებდა, დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ ჩვენ თურმე რაღაც გადავალჩინეთ, რაღაც ჩვენი ეროვნული იდენტობა ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით. მათ იმედიც კი არ აქვს, რომ ისინი გამეშეცვლენ იმისთვის, რომ ეს ამბავი დაალაგდეს. ისინი შეგუებულები არიან, რომ ვიზა ლიბერალიზაცია დამთავრდება და უნდათ უბრალოდ რაღაცნაირად თავი გადაეჩვენონ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს აღიარა მათმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ის ვეღარ დადის ევროპაში უვიზოთ. ხო, როგორ შეიძლება ამ ხალხმა ჩვენ შეგვინარჩუნოს რაღაცა თვითონ უკვე დაკარგეს. უვიზო მათთვის აღარ არსებობს. ის ჩვენთვის არის მხოლოდ ჩვეულებრივი ქართული მოქალაქეებისთვის გადარჩენა და ჩვენ ვიცით სინამდვილეში როგორ უნდა გადავალჩვენ თუ ვიზო ჩვენ უნდა გაუშვათ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან და ეს გაშვება მოხდება ჩამოშლის გზით. იმ გზით სწორედ რომელიც დაიწყო ქართულმა ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით, იმ გზით რომელსაც მერე დაემატა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ძალიან ღია გზავნილი არჩევნები გაყალბდა რუსულ სტილში. ამას დაემატა სწორედ ევროკავშირისა და დემოკრატიული სამყაროს რეაქცია და ამას ემატება მეგობარი აქტი, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის ხალხდაჭერა ამ რეჟიმზე. რომელიც დაჩქარებული წესით არა, თუმცა ალბათ მაინც მიიღება. აუცილებლად მიიღება, იმიტომ რომ ამ სენატის ყველა წევრი არის იმ ორი პარტიიდან, რომელთაც წარადგინეს ეს აქტი. როგორ შეიძლება ეს ჩავარდეს? აი ამ პროცესში წეღან ახსენეთ ადგილობრივი არჩევნები, ხო? ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ორი ოპოზიციური ძალის მხრიდან ამ პროცესში თქვენ მოკლედ როგორ აფასებთ ამას? ეს არის ჩემი აზრით უბრალოდ აი პროცესის ღალატი, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ოთხივე პარტიამ, რომელსაც გამოუცხადა CSKM შედეგი, რომ თითქოს ჩვენ გავხდეთ საქართველოს პარლამენტის წევრები, ხო მეც მათ შორის და ბევრი ჩემი მეგობარი, არ მიიღო ეს როგორც კანონიერი გადაწყვეტილება და დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად უარყო ხო ქართული ოცნების ლეგიტიმაცია. ამ შემთხვევაში ამ არჩევნებს აცხადებს ის პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა მთავრობამ, შესაბამისად არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც დღეს სურათი რო ნახოთ, ხო, აი ბატონი ყაველაშვილის, ხო? უკან ხალხი დაყვება, სახელმწიფო დაცვასაც კი არ გავს. აი დღეს ნახეთ ფოტო, რაღაც ბოდიში, მაგრამ აი ბარსეტკიანი რაღაც იარაღი ჩასმოთ. ფარცხალძეც არის კადრებს ასეთ დაცვას, ამ ხალხსო დაცვა დაყვება. ესე საერთოდ სირცხვილი დღევანდელი თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ ამ არჩევნებს აცხადებს ადამიანი, რომელსაც არანაირი ძალაუფლება ქართული ხალხისგან ამის გამოცხადებისა არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს. ამას ის ორი პარტიაც იძახის, ვინც მონაწილეობას აპირებს, ხო? და ჩვენ აი მკითხვა მაქვს მაგალითად მათთან, ხო? როცა ქართული ოცნებისგან გავთავისუფლებთ, აზრ შეთანხმებული ვართ ყველა, როცა ჩაინიშნება ლეგიტიმური ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ეყოლება ნამდვილი სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაცია და დავების გადაწყვეტის სამართლიანი ბერკეტი სასამართლოში და ასე შემდეგ, ხო? რას უკეთებთ ამ არჩევნებს? ტოვებთ? ანუ იმ რეზულტატს, რომელსაც ქართული ოცნება დაწეს, პატივი უნდა ვცეთ ქართულმა ხალხმა და მაგალითად ქართული ოცნება ხელისუფლებაში დავტოვოთ სამტრედიაში.
თბილისში, რუსთავში და ყველა იმ ქალაქში, რომელშიც გამარჯვებას გამოაცხადებს ქართული ოცნება. წინასწარ არ იმათ პოზიცია რომ გაყალბება იქ. აქედან გამომდინარე, რატომ მონაწილეობენ რაღაცაში, რომელიც ისედაც გასაუბრებელი. აი მათ პოზიცია რომ არის, რომ ერთიანობის შემთხვევაში შეძლებდა. მაშინ აგვიხსნან რატომ არის არალეგიტიმური. აი ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიცია შეძლებდაო დამარცხებას ქართული ოცნების, ეს თქვენთვის რამდენად იქნებოდა მისაღები ვარიანტი. ქართული ოცნება 2024 წლის არჩევნებს. ჩვენ მთელი პრობლემა არის, რომ ქართული ოცნება de facto ხელისუფლებაში რჩება მიუხედავად იმისა, რომ მან ეს მარცხი გადაიტანა. აქედან გამომდინარე, ქართული ხალხის არჩევანი სამწუხაროდ CSKO შედეგებზე არ აისახება. მთელი ამბავი, იმიტომ რატომ არ არის ზელო დღეს პარლამენტში, რატომ არ არის გახარეს პარტია დღეს პარლამენტში, არის სწორედ ეს. მეტი ხო არაფერი გვიშლიდა ხელს, ხო? იმიტომ რომ არ აისახა ქართული ხალხის არჩევანი იმ რეზულტატზე, რომელიც CSKO-მ გამოაცხადა. ჩვენ ხო ამ რეზულტატს ამიტომ არ ვაღიარებთ. ამერიკის შეერთებულ შტატები, ევროკავშირი ხო ამიტომ არ აღიარებენ ამ რეზულტატს, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველანაირი არჩევნებით, რომელიც ჩატარდება და იქნება ოდნავ მაინც სამართლიანი, ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი მას გამოუტანა. ყველა ქართულ ოჯახში არის დღეს ლანძღვა და გინება ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის. ხო და არა მხოლოდ სხვათა შორის ოპოზიციურ მხარდამჭერებში, არამედ იმ მხარდამჭერებში კი წევრებშიც კი ქართული ოცნების, იმიტომ რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილი 6 თვის წინაც კი ამ ქვეყანაში და შეიძლება 10 თვის წინ იყო წყარო ძალაუფლების, იყო წყარო ბედნიერების, უსაფრთხოების, ფულის. დღეს ყველაფერი ამას პირიქით ატრიალებს, იმიტომ რომ დღეს ის არის წყარო უსაფრთხოების რღვევის, საშიშროება, იმისა რომ ადამიანებს დაეკესოთ სანქციები, იმიტომ რომ ისინი მის არადემოკრატიულ და ადამიანების წამებელ რეჟიმს აძლიერებენ. ის არის წყარო დესტაბილიზაციის, იმიტომ მან ასევე შეიძლება თავის მხარდამჭერებზე ხელი აიღოს და რაღაცნაირად მოექცეს ისე როგორც რიჟვაძეს მოექცეს ისე როგორც თქვა ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბურჯულაძეს მოექცენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ასე ხო არც ერთ დემოკრატიული ხელისუფლება ის ხელისუფლება, რომელიც აირჩეოდა 2024 წლის არჩევნებით, რომ მოესმინა CSKO-ს საკუთარი ხალხისთვის, ხო? ხო ასე არასდროს მოექცეოდა რიჟვაძეს, ასე არასდროს მოექცეოდა, ხო, ბურჯულაძეს. სინამდვილეში ყველაზე დიდი საფრთხე ქართული ოცნების წევრების დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. ის ნიშნავს სანქციებს, ის ნიშნავს აი ამ რაღაცნაირ ძალადობას მისი კრიმინალების მხრიდან. სწორედ ამიტომ ჩვენ ეს ძალიან მალე დასრულდება თუ ჩვენ არ გავტყობთ. დიდი მადლობა გიორგი იმედაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.